გლოცავთ ყველას, მინდა კვლავ მოგილოცოთ. ეხლა უკვე ნიკოლოზობა, წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზის ხსენება. ჩვენ გვჭირდება მისი დახმარება, მით უმეტეს ამ დღევანდელი ცხოვრების განზომილებაში, ასე ვთქვათ, პრობლემებში, სირთულეებში, წინააღმდეგობებში, რაც ხდება ხილ-ბრძოლებში. ესეთი შემწე წმინდა ნიკოლოზი რო არის, ფაქტიურად თიძე ჩამოსაფლელია. როგორც წმინდა გიორგი და ასე შემდეგ. მაგრამ აი წმინდა ნიკოლოზი მაინც ძალიან სწრაფ შემწეა. ამიტომ არის ლოცვები, არის ვთქვათ ვედრების ფორმები, რომლებიც მერთის წყალობით, ღვთის კურთხევით გვივლენს აი ამ დიდი წმინდანის შეწევნას. ამიტომ ღმერთმა მოგმადლა მის საშუალება, რომ და გამოარჩია ესეთი დიდი წმინდანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ წინა ცხოვრებაში შეგვეციოს. ამიტომ უნდა ვილოცოთ უფალს ვევედროთ, რა თქმა უნდა, უფლის მთავარია, უფლისადმი ვედრება, ღვთისმშობლისადმი ვედრება, რა თქმა უნდა, ესეთი დიდი წმინდანისადმი თხოვნა, რომ შუამავალი იყოს, დამხმარე იყოს ჩვენი. რა თქმა უნდა, აი ამ ბნელ მიწიერ მძიმე ცხოვრებაში, სადაც სულ ცოდვებს ვიდენთ, სულ ამ ცოდვების გამო სასჯელი და ვთქვათ რაღაცა პედაგოგიკა ღვთაებრივი გვევლინება, ამ ასე ვთქვათ სულიერ მძაფრ და მძიმე გაჟღენთილ დროისა და სივრცის აი ამ კონტინუუმში, რომელშიც ვიმყოფებით, მუდამ ჭირდება ადამიანს სასწაულები. სასწაულები ისეთი კი არა, რაღაცა მაინც საოცრება მოხდეს პარანორმალური მოვლენების სახით, ხო? ნუ იქნება ესე. მე უბრალოდ ვამბობ სასწაულებს, რომლებსაც ჩვენ არც ვაქცევთ ხოლმე ყურადღებას. ყოველ დღე ხდება სასწაულები ჩვენ ცხოვრებაში. თუ ესეთ წმინდანებს, როგორც წმინდა ნიკოლოზია, დიდი მღვდელმთავარი, მას მართლაც საოცარი სასწაულები აღოსრულებია, უამრავი ადამიანის მოწმობა, უამრავი ადამიანის თვითონ ჩვენი პირადი გამოცდილებაც ამაზე უამრავ ვთქვათ ფაქტს მოგვივლენს და თუ გავიხსენებთ, როდის და რამდენჯერ დავხმარებია. სწრაფ შემწე არის, ხო? რიგითი ადამიანების ცხოვრებაში ეს არის აუცილებლად იმისათვის წმინდანი იყო, ხარ რომ რაღაცა ისეთი გამორჩეული ღვაწლი ქონდეს, რომ დაგეხმაროს წმინდა ნიკოლოზი. პირიქით, როცა ადამიანს უჭერს ცოდვილს, მონანულ ცოდვილს, მოწყალე გულწრფელად მლოცველ ადამიანს ეხმარება და ეწევა. ამიტომ აი გილოცავთ აი ამ დიდი წმინდანის ხსენებას, რომ მოგვივლინოს უფალმა მუდამ ესეთი შემწეები. ღმერთმა ისე შექმნა ყველაფერი, რომ ადამიანი არ დატოვა მარტო. მან ისე გააკეთა ყველაფერი, რომ სული წმინდის მადლით ჩვენ გვაქვს დიდი დახმარება და შეწევნა. ანუ ადამიანი არ არის მიტოვებული ამ სამყაროში. არ არის როგორც შემოგდებული, როგორც ეგზისტენციალისტები ამბობენ, ხო? შემოგდებული და მიტოვებული და დაქოქილ სამყაროში, სადაც დეისტების მოსაზრებებით დაქოქა ღვთაებამ, ღმერთმა მათ ვთქვათ ისეთი გამოცხადებით, როგორც ჩვენ გვაქვს ჭეშმარიტი სწავლება ღმერთზე, ისეთი არ აქვს, მაგრამ როდესაც მოსაზრებით დაქოქა ღვთაებამ, დაქოქა აბსოლუტმა სამყარო როგორც ზამბარა რაღაც და წავიდა განიშორა და მიატოვა. არა, პირიქით, ქრისტე მოვიდა ჩვენთვის და ჩვენისა ცხოვრებისათვის. თუ არა მიტოვებულები ვართ, არამედ უფალი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, მთელი ზეციური იერარქია, ცხადასი და სხვა კიდევ და რა თქმა უნდა, აგერ ესეთი დიდი წმინდანები, როგორიც არის თუნდაც წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზი გვეხმარება და ადამიანებზე ზრუნველობას იჩენს, ღვიძავს ჩვენზე, ღვიძარებს ჩვენზე ესეთი წმინდანები. მათი დახმარება იღვიძებს ჩვენზე, რომ ჩვენ არ მოვწყდეთ უფალს და შეწევნა გვაქვს უფლისაგან. უფლის კურთხევით არის ეს ყველაფერი, ხო? ამიტომ მინდა ესეთი კვლავ ვისურვო რომ შეწევნა ასეთი დიდი წმინდანისა. ჩვენი ეკლესია, მართლმადიდებელი ეკლესია, რომლის გარეშეც ცხოვრება შეუძლებელია და ჩვენი ეს ვთქვათ სიარული ღვთის გზაზე, რომელსაც მართლმადიდებელი ეკლესიის საიდუმლოები ჰქვია და ქრისტე ამბობს ისეთ, ხო, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება, მე ვარ სიცოცხლე. ამ გზაზე მავალნი, რომელიც ვართ, ჭირდება განსაკუთრებული კურთხევა, ყოველთვის უფლისაგან, ღვთისმშობლისაგან, წმინდანებისაგან, კურთხევა, ну, რა თქმა უნდა, მოძღვრისაგან, ხო, როგორც თავშოთ ყველას ადამიანს თავისი მოძღვარი ყავს და აუცილებლად კურთხევა უნდა აიღოს ამა თუ იმ საქმეზე. ნაკურთხს უჭირს ზოგჯერ ესეთი ბრძოლებია, რომ ნაკურთხ საქმეს უჭირს გამოსვლა, ნაკურთხი გზა ხოლმე დაბრკოლებით ისედაც სავსეა, ხილული თუ ხილავი და უკურთხებელი მით უმეტეს საერთოდ მისაწვდომია ესეთი მოულოდნელი საფრთხეებისა და მოულოდნელი დაბრკოლებებისათვის. ამიტომ მეტი უნდა ვილოცოთ, მეტი ვევედროთ
მეტი ვიმსახუროთ, მეტი მარტო ჩვენს თავს კი არ უნდა ვიმსახუროთ, ადამიანებს მოყვას მზრუნველობა გამოვიჩინოთ დღისით თუ ღამით, მეტად უფრო ვადიდოთ ღმერთი. ჩვენი ცხოვრების აზრისი რა არის? ჩვენი ცხოვრების აზრისი არის ღვთის დიდება. ეს თითქოს სათქმელადაც არ არის არ მარტივი, მაგრამ ღვთის დიდებაში მარტო ცალსახად არ უნდა გავიკოთ, ეს დავდგეთ და მარტო ლოცვები ვიკითხოთ ხმამაღლა. ეს არ არის ღვთის დიდება. ღვთის დიდება ყველა სიბრტყეში, ღვთის დიდება აზრით, სიტყვით, საქმით, ყველა ფორმით. სულიერი თაყვანისცემა ღვთისა, ემოციონალური თაყვანისცემა ღვთისა, ხორციელი თაყვანისცემა ღვთისა, ღვთის თაყვანისცემა აზრით, სიტყვით თუ საქმით. ხშირად ესეთ არასწორ და არამართალ კითხვას მისვამენ. გვეშველება მამაო რამე? აი ესეთი წმინდანები რომ გვყავს, თუნდაც ეს არ არის ფაქტი და მათი შეწევნა არ არის იმის ფაქტი, რომ ქრისტემ უკვე ჩვენ გვიშველა. მე ვპასუხობ, ჩვენ უკვე ნაშველი გვაქვს. უკვე შველა, ეს შველა განხორციელებულია. ჩვენ მხოლოდ ჩვენგან ასე ვთქვათ აპყრობილი ხელებით ლოცვა არის საჭირო. გინდა ხილული, გინდა სულიერი ეს ვთქვათ აპყრობილობით, რომ ზეგვაქვთ იმ გულნი. რომ ჩვენგან ამ გამოხსნაზე, ამ შველაზე ერთი დიდი თანხმობა არის განსახორციელებელი მარტო. რითი აზრით, სიტყვით და საქმით. და გამოსასწორებელია ჩვენს ცხოვრებაში შეცდომები და გამრუდევები ღვთის წინაშე, მოყვასის წინაშე და საკუთარი თავის წინაშე. ამიტომ ნაშველი გვაქვს უბრალოდ ჩვენ თვით შველა განვახორციელოთ უფლის მიერ გლობალურად აღსრულებულ შველაზე, ქრისტეს მიერ აღსრულებულ შველაზე. და აუცილებლად ეს კურთხევა და ეს შველა რეალიზირდება და განხორციელდება ჩვენს ცხოვრებაში. ამის მოპოვება შველის ჩვენთვის პირდაპირ მოცემულია და პირდაპირ ვთქვათ მზად მოცემული არის მზამზარეულად, მხოლოდ შენგან ცოტათი თანხმობა და მცირე ძალის ხმევა და მონდომება არის საჭირო, უსაშველოს არავინ არ გავალებს, რომ მოინდომო და ეს შველა შენი თანაზიარი გახადო, რითი ქრისტეს სისხლისა და ხორცის ზიარებით შეისისხორცო ეს შველა იმ საიდუმლოებიდან, მთავარი საიდუმლოებით ხომ ნათლობას თავისთავად ნათლობა იგულისხმება პირველ რიგში, რომ კარები გაიგოს სხვა საიდუმლოებისათვის. და რა თქმა უნდა ზიარების საიდუმლო, რომ შენ ამ მადლის მოპოვებით გარდაიქმნა და სასუფეველში შესვლა ცადო და შეძლო უკვე აქ იწყება ეს გზა სასუფეველში. მოძრაობის გზა აქ იწყება. ამიტომ ეს არის ქრისტიანული ეკლესიის ყველაზე დიდი საიდუმლო, რომ აქ მიწიერ მებრძოლ ეკლესიაში იწყება გზა და იწყება კარები გამარჯვებულ მოზეიმე ეკლესიის შესასვლელად. ამიტომ ამ ძიმე და ამ საპასუხისმგებლო საქმეში გვჭირდება ზუსტად ესეთი დიდი წმინდანების დახმარება და უფლის მადლი, ყველაზე ღვთისმშობლის მადლი, წმინდა დიდი მღვდელმთავარი ნიკოლოზის მადლი არ მოაკლოს ჩვენს მრევლს, ჩვენს ერს, ყოველ ჩვენთაგანს ოჯახებს ინდივიდუალურ დონეზე და რა თქმა უნდა ეროვნულ დონეზე. მადლი უფლის ჩვენს იესო ქრისტეს იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.